ირანი ხედავს, როგორ ინგრევა მისი ტერორისტული გეგმა სპარსეთის ყურეში, რადგან ქუვეითმა გადაწყვიტა სიფრთხილის პოზიცია დაეტოვებინა და ემოქმედა ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ. მანამ სანამ საფრთხე თავად რეგიონში გაიზრდებოდა. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 14 მაისს თეირანმა მძაფრად გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც 4 ირანელი დააკავეს ხომალდზე, რომელსაც ქუვეითის სენსიტიურ ზონასთან ახლოს ოპერირებას სდებდნენ ბრალად. და საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის პასუხმა ნათლად აჩვენა პოლიტიკური დარტყმის მასშტაბი. ისლამური რესპუბლიკა ადანაშაულებს, შურისძიებით იმუქრება და ცდილობს მსხვერპლის როლში წარდგეს, მაგრამ მთავარი ფაქტია, რომ კიდევ ერთი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყანა რევოლუციურ გვარდიას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს და არა როგორც ხელშეუხებელ ძალას. ირანის რეჟიმი ყოველთვის ჩრდილიდან დაშინებას ეკრძნობოდა, ატარა ნავებით, საზღვაო ზეწოლით, რეგიონული მოკავშირეებით და აგრესიული რიტორიკით, რათა მეზობლები შეეშინებინა. მაგრამ ეხლა ეს მექანიზმი აშკარად ჩანს. იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ზრდის ზეწოლას ირანზე, ვაშინგტონი ამკაცრებს ბლოკადას, ჩინეთი გრძნობს ამერიკული მოთხოვნების წონას, ხოლო სპარსეთის ყურის მოკავშირეები აჩვენებენ, რომ აღარ სურთ იცხოვრონ თეირანის შანტაჟის წინაშე მუხმოდრეკილებმა. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა არხის გამოწერა მოგინდება, რომ იყო ინფორმირებული, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე დინახავს. სადოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ქმედება მოხდა ბუბიანის რეგიონის მახლობლად, რომელიც ქუვეითის ჩრდილოეთით მდებარე სენსიტიური ტერიტორიაა, სპარსეთის ყურის პირას და ახლოს იმ მარშრუტებთან, რომლებიც ქუვეითს, ერაქსა და ირანს აკავშირებს. ქუვეითის ხელისუფლების განცხადებით, 4 მამაკაცი დაკავშირებული იყო ისლამური რევოლუციური გვარდიისთან და ცდილობდნენ ქუვეითის ტერიტორიაზე ზღვით შესვლას. თეირანი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ხომალდი უკანონოდ დაარტყეს და ითხოვს დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აი სწორედ აქ არის დაპირისპირება. ქუვეითისთვის ეს იყო უსაფრთხოების ოპერაცია შეღწევის წინააღმდეგ. ირანის რეჟიმისთვის კი ეს გახდა საპასუხო მოქმედებების რიტორიკის საბაბი. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ქუვეითი მარტო არ მოქმედებს. ბოლო დღეებში სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიც უფრო მტკიცედ დაუპირისპირდნენ ირანთან დაკავშირებულ ქსელებს. Wall Street Journal-ის რეპორტაჟმა მიუთითა, რომ რეგიონში რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა ოპერაციები ირანის სავარაუდო დივერსიულ ქსელებზე, რასაც მოჰყვა დაკავებები და ჩაშლილი გეგმები. ეს აჩვენებს პოზიციის ცვლილებას. ძველი შიში თეირანის გაღიზიანების მიმართ უკვე სივრცეს უთმობს უფრო მკაფიო გადაწყვეტილებას. არ დაუშვან, რომ რევოლუციური გვარდია პატარა ნავებს, ადგილობრივ უჯრედებსა და რეგიონალურ მოკავშირეებს გამოიყენებს შიშის გასავრცელებლად. ირანის რეაქცია ყველაზე მგრძნობიარე წერტილს აჩვენებს. ისლამური რესპუბლიკა კარგად იყენებს მუქარას როგორც პოლიტიკურ იარაღს. როდესაც ტერიტორიაზე გავლენას კარგავს, ცდილობს ავტორიტეტი მუქარით დაიბრუნოს. აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქუვეითმა იმოქმედა იმ კუნძულთან ახლოს, რომელსაც შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმისთვის იყენებს და ქუვეითელები უთანხმოების დათესვაში დაადანაშაულა. მაგრამ ეს განცხადებაც აჩვენებს თეირანის, ანუ რევოლუციური გვარდიის უკმაყოფილებას, რომელიც მიჩვეულია ირიბის ზეწოლით მოქმედებას. ახლა იხედავს, რომ მათი მოქმედებები საჯაროდ ხდება და მათი ადამიანები იმ ქვეყნის მიერ იჭერიან, რომელიც ადრე ღია დაპირისპირებას თავს არიდებდა. ტრამპის მთავრობა ამ ზეწოლის მთავარ ღერძად ჩანს. სანამ ქუვეითის საქმე სპარსეთის ყურეში ფეთქდება, ვაშინგტონი ინარჩუნებს სტრატეგიას ირანის რეჟიმის ზღვით, დიპლომატიითა და დაზვერვით დახრჩობის. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა უკვე გადამისამართეს ათეულობით ხომალდი ირანის პორტების ბლოკადის დროს. მათ დაუშვეს ჰუმანიტარული გემების გავლა და ზოგიერთი ხომალდი მწყობრიდან გამოიყვანეს წესების შესრულების უზრუნველსაყოფად. სხვა განახლებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის პირველ თვეში გადამისამართებული კომერციული გემების რაოდენობამ 70-ს მიაღწია. ეს აზიანებს ფულს, ნავთობს, მომარაგებას და ირანის შესაძლებლობას შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ქსელი. თეთრი სახლიც ასევე ზეწოლას ახდენს ჩინეთზე. ტრამპის ვიზიტი პეკინში ამ კონტექსტში აღიქმება როგორც მძიმე პოლიტიკური მანევრი. ამერიკის პრეზიდენტი ჩამოდის, რათა ერთდროულად განიხილოს ვაჭრობა, უსაფრთხოება და ირანი. რეპორტაჟები მიუთითებს, რომ ჩინურმა კომპანიებმა ირანისთვის იარავის ფარული გაყიდვები მესევები მესამე პირების მეშვეობით განიხილეს. ამავდროულად ამერიკელი ოფიციალური პირები ასევე ადანაშაულებენ ჩინეთთან დაკავშირებულ სტრუქტურებს თეირანისთვის სატელიტური გამოსახულებებისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაწევაში. პეკინი უარყოფს ამ ბრალდებების ნაწილს, მაგრამ ამერიკული ზეწოლა უკვე აიძულებს სი ძინპინს ყოველი სიტყვა აწონდაწონოს. ტრამპის გზავნილი მარტივია. ვინც ირანის რეჟიმს მხარს დაუჭერს, ისიც გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. ეს დეტალი ქუვეითის თავდასხმას სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ქმედება მხოლოდ ზღვაში დაკავებას არ ეხება.
ეს ხდება მოვლენათა ჯაჭვში, სადაც ირანი რეგიონულ კომფორტს კარგავს. საუდის არაბეთმა სააგენტო Reuters-ის მიხედვით, ირანზე საიდუმლო თავდასხმები სავარაუდოდ განახორციელა, როდესაც რეგიონული ომი გაფართოვდა. ინფორმაცია დასავლელდა ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომლებიც თემას იჩნობენ და მიუთითებს ირანული პოზიციების წინააღმდეგ განხორციელებულ საპასუხო ქმედებებზე. ეს ამყარებს აზრს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები მხოლოდ დრონების შეტევების მოთმენის პოლიტიკას აღარ მისდევენ. მუქარები და დივერსიები. ისინი იწყებენ პასუხისგაცემას თითოეული თავისი გზით. მაშინ, როცა ვაშინგტონი ზეწოლის ფართო ჩარჩოს ინარჩუნებს. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ასევე ჩნდებიან ამ გეოპოლიტიკურ დაფაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საიდუმლო ვიზიტი განახორციელა საამიროებში ირანთან ომის დროს. მაგრამ აბუ-დაბიმ საჯაროდ უარყო ეს ინფორმაცია. მიუხედავად უარყოფისა, ამ ვერსიის მისი მეზობლები რევოლუციურ გვარდიას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამენ და არა როგორც პატივსაცემ ძალას. ჰორმუზის სრუტის საკითხი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ იზოლაციას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტო Reuters განუცხადა, რომ მარკო რუბიონ და ვანგ იმ განიხილეს წინააღმდეგობა იმ გადასახადების დაწესებაზე, რომლებიც ვრცელდება გემებზე, რომლებიც გადიან ამ სახელმწიფოს გავლით. ეს თეირანის ერთ-ერთ მთავარ კოზის ურტყამს. სოფლიო ვაჭრობის სასიცოცხლო მარშრუტის შანტაჟის იარაღად გადაქცევას. თუ თვით პეკინი, ენერგორესურსების დიდი მყიდველი და ირანის სტრატეგიული პარტნიორი, თანახმაა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადასახადის წინააღმდეგ ისაუბროს, ისლამური რესპუბლიკა ხვდება, რომ მისი მუქარა ძვირი უჯდება უკვე მის მოკავშირეებსაც კი. ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატომ აქვს ქუვეითის ჟესტს უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე ჩანს. 1987 წელს ოპერაცია ერნესტ უილის დროს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ქუვეითის ნავთობის ტანკერების თანხლება სპარსეთის ყურეში, მას შემდეგ რაც ირანსა და ერაყს შორის ომმა ენერგორესურსების ნაკადი საფრთხის ქვეშ დააყენა და ქუვეითის გემები რისკის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროს ქუვეითმა გარედაცვა მოითხოვა, რათა გადაერჩინა ომის ზეწოლას, რომელიც ზღვაზე ვრცელდებოდა. ეხლა კი სიტუაცია განსხვავებულია. ქუვეითი ახლა მხოლოდ დაცვას არ ითხოვს, არამედ მოქმედებს ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის სტრუქტურასთან არიან დაკავშირებულნი. ადრე სპარსეთის ყურის პატარა ერი ცდილობდა ჯვარედინი ცეცხლისგან თავის დაღწევას. დღეს იგივე რეგიონული ლოგიკა აჩვენებს, რომ პატარა ერებმა ისწავლეს ინფილტრაციის ამოცნობა, ოპერატორების დაჭერა და არ აძლევენ რევოლუციურ გვარდიას საშუალებას სპარსეთის ყურედაშინების ეზოდ გადააქციოს. სხვა ერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მილიციები და პარალელური ძალები მხოლოდ მაშინ იზრდებიან, როცა მეზობლები რეაგირების შიშს განიცდიან. ისრაელმა 10 წლეულები გაატარა ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმებზე ლიბანსა და ღაზაში. პასუხით, რადგან მიხვდა, რომ საფრთხის საზღვართან დამკვიდრების დაშვება მომავალში უფრო დიდ ფასს ითხოვს. იორდანიამაც გაამტაცრა მოქმედებები სირიის მხრიდან შემოსული კონტრაბანდისა და შეღწევის ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად ასოცირდება მილიციებთან და ნარკოტრაფიკინგის თუ დაინგანულ ღერძთან დაკავშირებულ მარშრუტებთან. ბარეინმა კი თავის მხრივ უკვე დაადანაშაულა ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციის მცდელობაში. სქემა ნათელია. როდესაც თეირანი ვერ ახერხებს ტანკებით წინსვლას, ის ცდილობს წინსვლას ნავებით, უჯრედებით, ადგილობრივი მოკავშირეებით, დაფინანსებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით. ეხლა შემდეგი ნაბიჯი თეირანზეა დამოკიდებული. თუ ისლამური რესპუბლიკა აბა ზარახტის მუქარას სამხედრო ქმედებად აქცევს, შეიძლება კიდევ ერთი ფრონტი გახსნას. ზუსტად მაშინ, როცა უკვე ამერიკულ ბლოკადას, ჩინურ უნდობლობას, არაბულ რეაქციას და ისრაელის ზეწოლას აწყდება კულისებში. თუ უკან დაიხევს, აღიარებს, რომ სპარსეთის ყურის პატარა ქვეყანამ შეძლო მისი სტრუქტურასთან დაკავშირებული ადამიანების დაკავება დაუყოვნებელი ფასის გადახდის გარეშე. ამიტომ შურისძიების განცხადება ძლიერად ჟღერს, მაგრამ ასევე ნერვიულადაც. რეჟიმს სჭირდება საშიშად გამოჩნდეს, რათა დამალოს, რომ ის სულ უფრო მეტად მეთვალყურეობის ქვეშაა, გარშემორტყმულია და გამოაშკარავებულია. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული ყავდე. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.